ამერიკის შეერთებული შტატების სომხეთისთვის ტრამპის მარშრუტის იგივე ზანგეზურის დერეფნის გასავითარებლად 155 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას გეგმავს. იქნება თუ არა ზანგეზურის შუა დერეფნის ერთგვარი ალტერნატივა და რა უნდა გააკეთოს საქართველოს იმისთვის, რომ ლოგისტიკურ ნაწილში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცოს. დეტალებით ქრისტინა გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. Baiko მოგესალმები, ტრამპის მარშრუტი, რომელსაც აზერბაიჯანის ზანგეზურის დერეფნად მოიხსენიებს, სომხეთის საზღვრის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს. დერეფნის სავარაუდო გამტარიანობა 15 მილიონი ტონა იქნება და განსხვავებულია შეფასებები მის სიგრძესთან დაკავშირებით, თუმცა წინასწარი მონაცემებით ის შუა დერეფანთან შედარებით 50-350 კილომეტრით უფრო მოკლე იქნება, რაც შეეხება უშუალოდ შუა დერეფანს. ეს კორიდორი, როგორც იცით, საქართველოს გავლით ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებს აკავშირებს და საქართველოს სატრანზიტო მოთხოვნის მეოთხედს უზრუნველყოფს. 2024 წელს შუა დერეფნის ტვირთბრუნვა 4 მილიონი ტონა იყო, რაც წინასწარი პროგნოზით 2030 წლისთვის თითქმის 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება. მკვლევარების განმარტებით ზანგეზურის დერეფანზე ჯერ კიდევ საკმაოდ მცირე ინფორმაციაა იმისთვის, რომ დაბეჭითებით ვთქვათ, ეს კორიდორი შუა დერეფნის ალტერნატივა იქნება თუ შემავსებელი ნაწილი, თუმცა მკვლევების თანახმად მოკლევადიან პერიოდში ტვირთის ნაკადების გადამისამართება ზანგეზურის დერეფანზე ნაკლებად სავარაუდოა. არ მგონია რომ 5-7 წელიწადზე ადრე ეს ყველაფერი მოხდეს. თუმცა ეს ყველაფერი სწორი სტრატეგიის ისევ და ფინანსების არსებობის და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია რომ განხორციელდეს. რამდენად კონკურენტული არის იმ შემთხვევაში ერთი დერეფანი, ერთი მიმართულება მეორისა, იმ შემთხვევაში როცა ჩვენი ნაწილი იქ მოიკოჭლებს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ზანგეზურის შუა დერეფნის კონკურენტად, იმიტომ რომ ჩვენ საწყისი ეტაპი ჩვენ წინ ვართ, ჩვენ უკეთესი პირობები გვაქვს და რაც მთავარია საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებამდე მანძილი ბევრად მოკლეა. აი საქართველოზე ეფექტები და გავლენები რომ აღვიქვათ, მნიშვნელოვანია დავინახოთ რა მარშრუტები შეიძლება დადგეს, ასე რომ ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენზე გამოვალი. პირველი პირდაპირ ეს იქნება თვითონ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გამოვალი ნაკადები ერთი და მეორე ასევე მნიშვნელოვანი იქნება ცენტრალური აზიისა და თურქეთს შორის სავაჭრო ნაკადები. ეს ორი მარშრუტი მაგალითად დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს ტრანზიტის 17% არის. საქართველოსთვის იმისთვის რომ ეს იყოს არა ალტერნატივა და უფრო მეტად შემავსებელი, ის ნაბიჯები, რაც გადაიდგმება ამ პერიოდში, იქნება მნიშვნელოვანი. ეს იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, გაძლიერება, თვითონ ლოგისტიკური პროცესების გამარტივება, დახვეწა, რაც ქვეყანას მიანიჭებს კონკურენტულ უპირატესობას. ზანგეზურის დერეფნის პროექტი განხორციელდება და როგორც უკვე აღინიშნა, ამის წინაპირობები ნამდვილად არსებობს. სპეციალისტებისა და სექტორის წარმომადგენლების აზრით, ის შუა დერეფანთან რეალურ კონკურენციაში შევა. შესაბამისად, იმისათვის, რომ შუა დერეფანმა ტვირთები არ დაკარგოს, აუცილებელია სწრაფი ტემპებით დაიწყოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებული გამოწვევების მოგვარებაც. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად დასრულდეს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტიც, ამასთან გაუმჯობესდეს სპორტების უნარიანობაც. ეხლა პოლიტიკური მიზანშეწონილობით წყდება რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ დადგება ისეთი დრო, იმედია რომ მალე დადგება, რომ ეკონომიკური მიზანშეწონილობა იმძლავრებს და ეკონომიკური მიზანშეწონილობის დგენელი არის გადაზიდვის შემთხვევაში დრო და ტარიფი. და ის დამატებითი მომსახურებების შესაძლებლობა, რასაც არსებული ინფრასტრუქტურა ან მომავალი ინფრასტრუქტურა შეძლებს რომ შესთავაზოს ბაზარს. და რაც მთავარია, საქართველო არ უნდა იყოს უბრალოდ ტრანზიტიური ქვეყანა, უბრალოდ გაატაროს კონტეინერი, მატარებლით მოსული კონტეინერი აიღოს და ჩადოს გემში და გაუშვას. არამედ აქ დამატებითი სერვისები უნდა შეიქმნას ნავსადგურებში, რისთვისაც რკინიგზის ნაწილში რო ვლაპარაკობდით, წინა სანავსადგურო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ბევრად უფრო უნდა განვითარდეს. აი ბოლო ფაზაში არის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელმაც უნდა გაუმჯობესოს რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მილიონი ტონიდან წელიწადში 48 მილიონ ტონამდე, თუმცა ლოკომოტივების და ვაგონების დამატება ასევე განსაკუთრებით კრიტიკული და მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ რკინიგზა უფრო მეტი ტვირთის დამუშავება შეძლოს. საკონტეინერო გადაზიდვების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი უფრო ძირითადი წამყვანი არის ფოთის პორტი და ფოთის პორტზე ვისაუბრებ.
ფოთისპორტის საკონტეინერო გამტარუნარიანობა წელიწადში არის 650 მილიონი ტონა. 2024 წლის მონაცემებს რომ შევხედოთ, ფოთისპორტის დატვირთულობა იყო 84%, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოთისპორტი მუშაობს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე. ეს თავის მხრივ, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ პროცესები შენელებულია. აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი შუა დერეფნის გასწვრივ ერთიან ტარიფებზე შეთანხმდნენ. გარდა ტარიფებისა, გეგმის მიზანია სატრანზიტო გამტარუნარიანობის გაზრდა, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, შეფერხებების აღმოფხვრა და თავად პროცედურების გაციფრულებაც. საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.